განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. მუნიციპალიტეტის მხრიდან სოფლის მეურნეობის კუთხით იქნება თუ ინფრასტრუქტურული კუთხით, ეს ავიტაცოთ. ჩვენ ძალიან ჩამორჩებით განვითარებული ქვეყნების ნორმატიულ მაჩვენებლებს კვების კუთხით, რაციონს გულისხმობ. ძალიან რთული საქმეა თუ არ შევხედავთ ეკონომიკას, თუ არ შევხედავთ რომელი დარგები ვითარდება. პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვრო, ნებისმიერი ბიზნეს ფორუმი საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როდესაც ძირითადად თემატიკა ეხება სოფლის მეურნეობას დარგში ინვესტიციებს. ჩვენ მოვისმენთ რამოდენიმე მზა პროექტი, რომელიც პრინციპში უკვე ინიცირებულია და ძალიან მალე დაიწყება. ჩვენ ასევე მოვისმენთ ის წინადადებები, რომელსაც მუნიციპალიტეტი სთავაზობს ბიზნესმენებს ინვესტიციის თვალსაზრისით. ჩვენ გვქონდა ვრცელი პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროექტებს სთავაზობს სახელმწიფო ხელშეწყობის კუთხით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი პოტენციალია. მე მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა ეს სამეგრელოში და მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი როგორც სოფლის მეურნეობის კუთხით, ისე ტურიზმის კუთხით განვითარების თვალსაზრისით. ეს მარტო სკოლოწყოზე არ არის ლაპარაკი, ეს არის საერთო ჯამში ჩვენი რეგიონის სამოქალაქო ზემოსვანეთის განვითარების თემები არის და მისასალმებელი ის რომ სკოლოწყოს მუნიციპალიტეტის ინიციატივა იყო, რომ ეს ფორუმი შემდგარი იყო და მე ვფიქრობ, რომ შედგა ეს ფორუმი, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ თვითონ ნახეთ, რომ უკვე რეალურად ახლა დღევანდელ დღიდან გამომდინარე ფორუმის ბოლოს ორი კომპანია გამოჩნდა, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვს ინტერესი და გადახება და ძალიან სერიოზული პროექტია. მე ვთვლი, რომ უგელას ხეობის წყლის, სამკურნალო წყლის წარმოების დაწყება ეს არა მარტო სამეგრელოსთვის, თემი საქართველოსთვის და ასევე იმედი მაქვს, რომ ეს პროდუქტი გავა ექსპორტზე გავა. აქედან დაიწყება ამ რეგიონის უფრო მეტი გასაცნობადი გახდება რეგიონი და ასევე ჩვენ ნახეთ, რომ ფართო იმითი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ინფორმაცია გააკეთა საკმაოდ ვრცელი იმ ყველა იმ თავრობის მხრიდან მხარდაჭერაზე, რომელიც არსებობს აგრარული სექტორის განვითარებით. უნდა აღვნიშნოთ ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაცია, საკმაოდ დიდი ვრცელი ინფორმაცია იყო ტურიზმის განვითარების მხარდაჭერით და ასე შემდეგ. აღსანიშნავია ის, რომ აქ ბიზნეს ფორუმს ესწრებოდა ჭყოროწყვილები, ის შეძლებული საზოგადოება, ის ნაწილი, რომელიც მოღვაწეობს რუსეთში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, რომელთაც აქვს წარმატებული ბიზნესი და თავისი ინვესტიციის ჩადება უნდათ მშობლიურ რაიონში, ჭყოროწყლის მუნიციპალიტეტში და სწორედაც ჩვენ მივეცით მათ ამის შესაძლებლობა, სადაც გავაცანით ის შესაძლებლობები, რაც აქვს და ის პოტენციალი ჭყოროწყლის მუნიციპალიტეტს ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის კუთხით დაინტერესებული პირები არიან, რამოდენიმე ათეული პირი, რომელიც დღეს ესწრებოდა ამ ფორუმს, მათ აქვს კონკრეტული წინადადებები, თუ საჩადებენ თავიანთ ინვესტიციას, რაც რა თქმა უნდა გამოადგება ჩვენი რაიონის სამშენებლობას, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, ასევე ეს არის ძირითადი მიზანი და ამოცანა დღევანდელი ხელისუფლების და მე მინდა გითხრათ, რომ სამი პროექტი უკვე ხორციელდება ჭყოროწყლის მუნიციპალიტეტში და მეორე სამ პროექტზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა. ეს წყალი არის ამ რეგიონში, არის ჩვენს რაიონში. ჩვენი ბიზნეს გეგმა ისახავს მიზნად არა მარტო გარკვეული რაოდენობის ადამიანის დასაქმებას, ის ისახავს მიზნად ამ რაიონის განვითარებას ეკონომიკური წრეში, ის ისახავს ამ რაიონში ტურისტების მოზიდვას, ის ისახავს ამ რაიონში სრულიად автомасштабიან ინვესტირებას. ამ ეტაპზე ეს არის ჩვენი კომპანიის მიერ საპილოტო პროექტი. ჩვენ პირდებით ამ რაიონს, ჩვენ ვახორციელებთ ამ ინვესტიციას. ჩვენ პირდებით ამ რაიონს 450 სამუშაო ადგილს ამ ქართლის გაშენებისთანავე